შაქარი, აი ყველგან ახო, მაგრამ უდესმე გიფიქრიათ, რეალურად რას უშვრება ის ჩვენს ტვინს. ამ გარჩევაში ჩვენც სწორედ ამ ტკბილ, მაგრამ საკმაოდ სახიფათო სიმართლეს ჩაუღრმავდებით. ალბათ ბევრჯერ გსმენიათ ეს ფრაზა, რომ შაქარი ნარკოტიკივითაა. მაგრამ ეს უბრალოდ რაღაც დრამატული შედარება თუ სინამდვილეში რამე სერიოზული იმალება ამის უკან. მოგით გავარკვიოთ. და იცით რა, პასუხმა შეიძლება მართლა გაგაოცოთ. საქმე ისაა, რომ ეს უბრალოდ ხაერზე ნათქვამი სიტყვები არაა. ეს არის შედარება, რომელსაც ძალიან მყარი ნეიროქიმიური მტკიცებულებები აქვს. კარგი, მაშასე. მოდით ჩაუღრმავდეთ. რა ხდება სინამდვილეში ჩვენს ტვინში, როცა აი იმ უგემრიელეს ნამცხვარს შევექცევით. ვნახოთ, რას გვეუბნება მეცნიერება. მთელი ამ ისტორიის ცენტრში დგას ერთი ძალიან ძლიერი ქიმიური ნივთიერება, რომელსაც დოფამინი ქვია. აი ეს სახელი კარგად დაიმახსოვრეთ, იმიტომ რომ სწორედ ის არის ყველაფრის გასაღები. და აი ნახეთ რა ხდება. შაქრის მიღებისას ტვინში დოფამინის ისეთი გიგანტური ტალღა წარმოიქმნება, რომ ის ფაქტობრივად იტაცებს, ჰაიჯეკს უკეთებს ტვინის ჯილდოს სისტემას. ეს არის სუფთა, კონცენტრირებული სიამოვნების შეგრძნება, რომელიც ტვინს ეუბნება: "ვაუ, ეს მაგარი იყო, კიდევ მინდა." მაგრამ რა თქმა უნდა, ამ თავდაპირველ კაიფს თავისი ფასი აქვს. ეს არის ეიფორია, რომელსაც სამწუხაროდ აუცილებლად მოყვება ენერგიის კატასტროფული ვარდნა, გონების დაბინდვა და ისეთი შეგრძნება თითქოს რაღაც ნისლში ხარ. და რა თქმა უნდა, ჩნდება დაუოკებელი სურვილი, რომ ეს ციკლი თავიდან დაიწყო. და იცით, ეს ენერგიის აღმასვლა და დაღმასვლა, ეს მხოლოდ დასაწყისია. რეალურად ეს პროცესი ჩვენს ტვინს ერთ ძალიან სახიფათო დამოუკიდებულების მანკიერ წრეში აგდებს. მოდით ვნახოთ, როგორ მუშაობს ეს მექანიზმი. ახლა უბრალოდ კარგად დაუფიქრდით ამას. ეს პირდაპირი ციტატაა სამეცნიერო კვლევიდან. ტვინი შაქარზე ისეთივე ქცევითი და ქიმიური მექანიზმებით რეაგირებს, როგორც ისეთ ნივთიერებებზე, როგორიცაა კოკაინი, ჰეროინი ან ნიკოტინი. გაიაზრეთ, ეს არ არის უბრალოდ ვიღაცის მოსაზრება, ეს არის სერიოზული მეცნიერული დასკვნა. კარგი. იმისთვის, რომ ბოლომდე გავიგოთ, რატომ არის ეს შედარება ასეთი ზუსტი და შემაშფოთებელი, მოდით დავშალოთ დამოკიდებულების 3 კლასიკური ნიშანი. აი ნახავთ ეს ყველაფერი საოცრად ნაცნობად მოგეჩვენებათ. პირველი, დავიწყოთ ტოლერანტობით. რა არის ეს? წარმოიდგინეთ, რომ თქვენი ტვინის სიამოვნების რეცეპტორები ნელ-ნელა ყრუვდება. დროთა განმავლობაში მას სულ უფრო და უფრო მეტი შაქარი სჭირდება, რომ იგივე ეფექტი მიიღოს. ის ერთი ნაჭერი ტორტი, რომელიც ადრე სიამოვნების პიკი იყო, ახლა უბრალოდ ნორმად იქცევა. შემდეგი ეტაპი არის ლტოლვა. ტვინი ჭკვიანია, ის სწავლობს, რომ შაქარი არის უსწრაფესი გზა სტრესის ან მოწყენილობის მოსახსნელად. და ამიტომ, როგორც კი ცოტა მოიწყენთ ან დაისტრესებით, ის გიგზავნით ძალიან ძლიერ, თითქმის დაუძლებელ სიგნალებს. ეს უკვე უბრალოდ მინდა კი არ არის, ეს არის მჭირდება. და ბოლოს, მესამე ნიშანი, აღკვეთის სინდრომი, ანუ ლომკა, როგორც ეძახიან. როდესაც ცდილობთ, რომ შაქარს თავი დაანებოთ, თქვენი ორგანიზმი და ტვინი პირდაპირ ბუნწი იწყებს. საშინელი თავის ტკივილები, გაღიზიანება, შფოთვა, ენერგიის სრული გამოფიტვა. ეს არ არის რაღაც მოგონილი, ეს არის ძალიან რეალური ფიზიკური და ფსიქოლოგიური სიმპტომები. და აი, მივედით ყველაზე შემაშფოთებელ დასკვნამდე. შეხედეთ, ტოლერანტობა, ლტოლვა, აღკვეთის სინდრომი. როდესაც ამ სამივე ნიშანს ერთმანეთს ვადარებთ, ვხედავთ, რომ ფუნდამენტური მექანიზმი, რომელიც შაქრის და მძიმე ნარკოტიკების შემთხვევაში მუშაობს, არის აბსოლუტურად შოკის მომგვრულად იდენტური. კარგი, ახლა როცა ეს ყველაფერი ვნახეთ და გავიაზრეთ, ბუნებრივია ჩნდება კითხვა. საბოლოო ჯამში, რას ნიშნავს ეს ჩვენი ჯანმრთელობისთვის გრძელვადიან პერსპექტივაში? და რაც ყველაზე მთავარია, არსებობს კი გამოსავალი ამ ტკბილი მახიდან? აი, თავარი ვერდიქტი ეს არის. კი, შაქარი არ კლავს მომენტალურად, ის არ არის ისეთი მწვავე და დესტრუქციული, როგორც სხვა ნივთიერებები. მაგრამ, და ეს არის მთავარი მაგრამ, დამოკიდებულების მექანიზმი, რომელიც მის უკან დგას, აბსოლუტურად იდენტურია. და სწორედ ეს აქცევს მას ჩვენი ჯანმრთელობისთვის ნელ, მაგრამ ძალიან სერიოზულ საფრთხედ. და აი ამ ყველაფრის მოსმენის და გააზრების შემდეგ მთავარი კითხვა უკვე თქვენთან გადმოდის. რა ვქნათ? როგორ შევამციროთ ეს შაქარზე დამოკიდებულება? თუ გაინტერესებთ ამაზე საუბრის გაგრძელება და პრაქტიკული რჩევების მოსმენა, უბრალოდ შეგვატყობნეთ. საბოლოო არჩევანი, რა თქმა უნდა, თქვენზეა.